მოგესალმებით TV ქართულის ეთერიდან. თქვენ უცგერთ გადაცემას ცოდნის სკივრი. ამ გადაცემის ავტორი და წამყვანი გახლავართ მე, მარინა აბაშიძე. გადაცემის ნახვა შესაძლებელია ყოველ ხუთშაბათს საღამოს 10 საათზე. განმეორებითი ხილვის სურვილის შემთხვევაში ეს შესაძლებელია პარასკევს დილის 7 საათზე. უღრმესი მადლობა მინდა მოვახსენო სტუმრებს, მაგრამ ვერ დავმალავ, რომ ბევრის გაკვირვებულ სახეს ვხედავ ალბათ, ვინც მანამდე მე მიცქერდა, იცის ჩემი ფორმატი, რომ პოლიტიკასთან არანაირი ის არ მაქვს შეხება და ხედავს ბატონ პეტრ მამრაძეს. არა და ეხლა ვერანაირად ვერ დავიჯერებ, ეხლა ვინმეს წარდგენა ჭირდებოდეს ბატონი პეტრ მამრაძისა შეხედა და მორჩა, მაგრამ მე მგონი სასიამოვნოდ გავოცებული დარჩებით. ამდენად ის ბატონი პეტრ მამრაძე, რომელიც აქამდე არ გინახავთ, ეხლა იხილავთ. ქალბატონი, რომლითაც უნდა დამეწყო წარდგენა, მხოლოდ იმიტომ არ წარბადგინე, რომ ოჯახის უფროსით დავიწყე. ეს გახლავთ ბატონი პეტრეს მეუღლე, უსაზღვროდ საყვარელი ქალბატონი, მერწმუნე თამაში, უსაზღვროდ საყვარელი ქალბატონი და ბატონი პეტრეს ოჯახში ამინდის შემქმნელი. მინდა დაგარწმუნოთ იმაშიც, რომ ბატონი პეტრეს ოჯახში სულ კარგი ამინდია, სულ თბილა და იმ ბინას ამშვენებს საოცარი, მშვენიერი ლიზის განმეორებელი ღიმილი. ეს რაღაც სხვანაირი ღიმილი აქვს. სხვა შორის ბაბოსთან ეგ ვთქვი. აი რაღაც გადამდებია და ისა. ამდენად ესე იგი უღრმესი მადლობა ბატონ პეტრ მამრაძეს და უღრმესი მადლობა ლალი იაშვილს. ბატონო პეტრე, რახან ეხლა ესეთი არაორდინალური ის გამოვიდა. გქონიათ თქვენ ეთერი ესეთი არაპოლიტიკური? არა მგონია. თითქოს არა. ლიზიკო რო იყო პატარა. დიახ. მაშინ მახსოვს მიგვიწვიეს. გოგა ანდიაშვილთან მიგვიწვიეს და ესეთი საუბარი იყო ოჯახური, სულ პატარა იყო. მართლა? ხო ჭირდებოდა ეხლა ცოტა შეხსენება ეხლა ამოდენობის. ხო და წარმოიდგინეთ ეხლა. და ამდენად რახან ეხლა აინტერესებს საზოგადოებას ეს პოლიტიკოსი, მეცნიერი საოცარი ჭკვიანი, მე ვიცი მაგალითად რომ შევსულ არ მეგობართან და იქ ჯგუფი უყურებს ტელევიზორს და სანამ პეტრე ლაპარაკობს ხმა არ გაიყოთ. ესეთი რამე ამდენად ბატონო პეტრე ხო არ გავაკეთოთ ესეთი რაღაც რომ აი პოლიტიკის მიღმა ვინ არის პეტრ მამრაძე? რომ დიდებული მეუღლე ხართ, რომ ესე იგი თქვენი ორივეს უზარმაზარი დამსახურება ის თბილი ოჯახი, რომელზეც იცით თქვენ რომ მე მაქვს ამის ისა თქვენზე საუბრისისა და ახლობლების საოცარი საერთო. აი ერთადერთი ესე იგი რასაც აი დიდი ღიმილით და იმით წარმოთქვამენ ხოლმე აი სიამოვნებით ეს არის თქვენი ოჯახური ურთიერთობა და ამდენი სითბო და ამდენი სიყვარული. მოდით იქნებ მოვახსენოთ მაყურებელს, გაუხარდებათ ვინ არის პოლიტიკის მიღმა ბატონი პეტრ მამრაძე. დავიწყებ იმ შესწორებით, რომ ოჯახის ნამდვილი უფროსი არის ლალი. მომერიდა თორე ეგრე მქონდა გეგმაში. მე ვარ მონამორჩილი შესაბამისად. ნუ რაინდულია ეგა ბატონო. დიახ. რა თქმა უნდა, მსახური, აი დიზი რო დაიბადა და პირველად რო დავინახე, მე მახსოვს თამბო დამეხვა. ესეთი თეთრ პარიზზე იყო და ესე იყო უყურდა თეთრ რუბელზე მოცურავდა საოცარი სილამაზის გოგო. თეთრ რუბელზე მოცურავდა. აი ასე მახსოვს. როგორი პოეტური ის არის. ბატონო პეტრე, გამაკვეთეთ. უნდა ვემსახუროთ. ასე რომ ორში და მსახური ვარ. დიახ. და მე მინდოდა ეგ მეთქვა რომ ლალიდან დამეწყო, რომ ლალიკო არის ოჯახში ამინდის შემქმნელი, მაგრამ ბატონო პეტრე, უნდა გავამხილო ერთი-ორჯერ მე თქვენგან ისეთი თბილი მიმართვა, ისეთი დიდი სითბო დავინახე ლალის მისამართით, რომ აი
მე გადმომედო ის სიტყვა. ისეთი ბედნიერი ვიყავი, როცა ადამიანი კარგად არის და იცი რომ იქ სიმშვიდეა, იცი რომ იქ სიყვარულია. ეს ძალიან სასიამოვნო გადამდებია. სასიამოვნოდ გადამდები ეს არის. ეს ძალიან. ამიტომ ლალიკო ვიცი ვინც არის და ძალიან მიყვარს, მაგრამ ნუ იქნებით მოკრძალებული მხოლოდ ამ თემაში. თქვენ საოცრად თბილი ხართ ბატონო პეტრე. ხომ მეთანხმები ლალიკო? აბარა. მურჩით წარდგენას? ნამდვილად, კარგით. მე წინა გადაცემა როცა მქონდა ბატონ რამაზზე მქონდა ეს გადაცემა და მაშინ როცა საუბრობდი მაყურებელთან ვთქვი რომ ვერ მოვრჩით და აუცილებლად შემდეგ გადაცემაში გავაგრძელებთ ამაზე საუბარს მეთქი და რახან შევპირდი ლალიკო იმ წიგნიდან კითხვები მაქვს ბატონი რამაზის მიერ გაცემული და ის მინდა რამდენიმე წავიკითხოთ და მე ისევ დაუბრუნდათ მას გადაცემის თემას თემა ისედაც ეს იქნება მაგრამ ეხლა უყურეთ ბატონო პეტრე ლალიკო ვარ ძალიან ბედნიერი და რატომ ბატონი რამაზის სიცოცხლეშივე მოხდა ჩემს მიერ მისი ბიოგრაფიული წიგნის გამოცემა აი ეს მანამდე ბატონო პეტრე არანაირი წიგნი ბატონი რამაზის შესახებ ამ ბუმბერაზი მეცნიერის შესახებ არ ყოფილა და იცით რა არ ვიცი იცით თუ არა ლაზარე ზაქარიაძე ერთი ფილოსოფოსი ლაზარე მეუბნება შენო ხო არ გგონიაო ну რაღაცა ამაზე მუშაობდა მინდა მოვასწრო იუბილეა ხოვდებოდა ბატონი რამაზისა და მინდა მოვასწრო და ну ესე იგი ცოტა ფორია ქოფ რაღაც ისე მერო რასაკვირველია და შენო ამაგას ყველაფერს გააკეთებ ნახე როგორო ну როგორ გავიკარებდი ვინმეს მაგრამ და ისო ხوار გონიაო რომ ეგ შენი დაწერილია ეს ყველაფერი იქიდან დაეშვაო აი ესე ათენის სკოლა გამახსენდა აი ესე იმასაკნა და ბატონო პეტრე რო გავაცნობიერე მერე მართლა ეგრე გამოვიდა იმიტომ რომ იქ წინა გადაცემაში მე აღმოვაჩინე რა აღმოვაჩინე ის რომ ბატონ რამაზთან მე არ მაკავშირებდა ჩვეულებრივი ნაცნობობა და რატომ ერთი ორი გადაცემის უკან სამი გადაცემა მიუძღვენი რუს აკადემიკოს, მსოფლიო მნიშვნელობის აკადემიკოს, ნეიროფიზიოლოგს, რომელსაც უწოდებდნენ царица мозга. ტვინის დედოფალი, მაგრამ ტვინის კვლევის დედოფალი უფრო მომწონს. და აი ამ იმის ჩემი მაყურებლისთვის ეს თარგმნა ეს მასალა ამ ნატალია ბეხტერევას შესახებ და მივაწოდე ორი გადაცემის განმავლობაში და იქ ნატალია ბეხტერევა ჯერ იმ მეცნიერებაში, იმ საოცრებაში, რომელსაც მაგის სიტყვას უზარმაზარი მნიშვნელობა ჰქონდა, დღესაც მის სახელობის ინსტიტუტი არსებობს, ხო? ხო და აი მაშინ, ესე იგი, მან აღწერა და მე ხო ეს ვიცი მაგის შესახებ, მაგის შრომების შესახებ და რწმენის შედეგად მივიდა იმ დიდ მეცნიერებაში. რწმენის შედეგად. და ადამიანი ამბობს და ნუ ხა ისე ხო არ მიუძღვნი მოკლედ ვიტყვი რომ ადამიანი ამბობს რომ არაფერი შემთხვევით არ ხდება. ეს ერთი ფრაზა, რომელიც მართლა იმათ ვაქციე. და მეორე ფრაზა ქონდა ასეთი რომ მომავალი განსაზღვრულია. მომავალი განსაზღვრულია, იმიტომ რომ მან ორი ხილვა ქონდა ისეთი ხილვა ქონდა ორი, რომელიც ისე კი დაგვისაბუთა, რომ მან ეს იხილა, გავიდა წლები ბატონო პეტრე და ის განიცადა. ხო, ნუ ეს საოცრება იყო, ვერ მოვწყდი იმის კითხვას, აი რომ დავიწყე. და ეხლა რატომ მას ავქენი ეს? იმ ნატალია ბეხტერევას ამ არაფერი შემთხვევით არ ხდება და მე კიდევ აი ის რომ მომავალი განსაზღვრულია, მე ჩემ ბავშვობაში წამიყვანა და მამა გამახსენდა
რომელიც ლალიკო რომ მივედი, ესე იგი ბატონ რამასთან ეს წლების წინ იყო და რაღაც მასალას წერდი და მიფიქრე ავიღებ ნებართვას რომ იქნებ შემისწოროს თუ კი შესაძლებელი იქნება მეთქი და შენო ისეთი ხმა გქონდა ტელეფონშიო ბატონ რამას მეუბნება მე როგორ მიყვარდა ხო არცით ისეთი ხმა გქონდა უარს როგორ გეტყოდიო და რომ მივედი ესე იგი ლალი გავიყინე ხოლში და რამ განაპირობა ბატონო პეტრე ფიზიკურად ჩემ წინ იდგა მამა ჩემი თმის ფერი ერთი კარგი ჭაღარა ხდება ხო ხანდაზმულობის ასაკში ჭაღარა არ ამათ ორივეს ნაცრისფერი თმა ჰქონდათ მუქი ნაცრისფერი აი ეს გრძელი ლამაზი თითები ну აი ყველაფრით იმას გავს და გავოგნდი მე ბეხტერებას იმან მიმიყვანა იქამდე მე რო ვფიქრობდი და ისა ბევრი რამ დამხვდა წინ ძალიან და თითქოს მამასთან რაღაც გული მткиოდა რომ ვერ იმასავქენი მოვეფერეს როგორც საჭირო იყო მეთქი და ბატონ რამაზზე გადავიტანე ეს იმდენად რომ ახლობლები ეუბნებოდნენ ნუ თქვენ მამაშვილი ხართო ბოლოს ესე იგი იმდენად ნუ რაღაც ისეთი ის მქონდა და აი იმასაც ეგეთი რამე ჰქონდა და დღეს ეხლა რატომ გამიხარდა რომ თქვენ გამოძებნეთ დრო ისა ოჯახმა დღეს მე მინდა ექსკლუზივი ბატონი რამაზის მიერ ჩემდამი გადმოცემული ისა საიდუმლო მე ვფიქრობ რომ ის შემთხვევით არ მოხდა მას უნდოდა ქვეცნობიერში რომ ეს მე მეთქვა და ძალიან მიხარია რომ მისთვის უახლოეს და ძალიან საყვარელი ადამიანის შვილები არიან ბატონი პორფილეცი ბატონ რამას ყავდა 4 უახლოესი მეგობარი ბატონი რამას პატარიძე თავისთავად ბატონი პორფილე იაშვილი ლალიკოს мама რეზი თვარაძე და თამარ ჩხენკელი ну ყავდა სხვაებიც მაგრამ ეს ჩახუტებული მეგობრებია ესე ძალიან ახლოს და ნუ ესე იგი ამაზე მელაპარაკებოდა გამოდმებით და რაღაც და ხდებოდა იქაც დადიოდნენ მეგობრები მაგრამ რაღაც ბატონი პორფირე ყავდა გამორჩეულად ხო და ეს ძალიან სიამოვნებდა მე ლალიკოს შესახებ ხო ვიცოდი ისა თქვენი ოჯახის შესახებ და არ შეიძლებოდა იმ სიტყვიდან ხო ბატონ რამას ეს არ ეგრძნო და მე კიდევ ხა უყურეთ რამ სიამოვნებს იცით ეს ციგნიც და ის ციგნიც ახლა რომელიც იქ არის იმაში ბატონი რამაზის კითხვებზე პასუხებია გაცემული და მარინაო რატომ მეკითხები ამასო რაც მე მაინტერესებდა და მე ვთქვი ჟურნალმა მთხოვა მეთქი და ტულს ვერ ვიტან და გავწითლდი ну არ შემიძლია და იმათ თხოვეს მეთქი და ხო ვიცი რომ ვერ იტანთ იმას ახლა რომ ვინმე მოვიდეს და რაღაც ხო შენ ყველაფერს ლაზათიანად აკეთებ ამას მეტყოდა ხოლმე ხო და იცით რამე სიამოვნა რომ ეს ორივე ციგნი ბატონო პეტრე ლალიკო გამოვიდა მის სიცოცხლეშივე ეს ხო იხილა ესა როგორ გაუხარდა ლალიკოს დანახვა შემოქმედებით საღამოზე რომელიც მე გავაკეთე მე უნდა გამეკეთებია სად იყო მთავრობა ყავთ უფრო დიდი დონის მეცნიერი ვიდრე ბატონი რამაზია როგორ მინდოდა საპატიო თბილისელი ყოფილიყო ვერაფერს ვერ გავხდი იმიტომ რომ უფრო საპატიოები იყო თურმე და ესენი რომ ორივე მის სიცოცხლეში გამოვიდა ეს ციგნები და ეხლა 3 წლის შემდეგ 100 წლის თავი ხდება მისი დაბადებიდან 100 წლის თავი და მოვისმინე რომ აქამდე სულ ისმოდა რომ მარტო მანენა აბაშიძემ გააკეთა და მარტო მანენა ეხლა მოვისმინე რომ ესე იგი აკეთებენ მაგრამ რატომღაც შეიძლება ცუდად ვიქცევი და შემისწორეთ რატომღაც მგონია ან რაღაცას მიუმატებენ როგორც ხდება ან რაღაცას გამოაკლებენ და ეს ხო ნატურალურია ყველაფერი რომ აი მის სიცოცხლეშივე და ну ესე იგი როგორ გადმოცვიდა ცრემლები ღონისძიების შემდეგ ლალიკო მეუბნა შენ ხო ჩემთან წამოხვალ ახლა იმიტომ რომ ეს ახუტებული ქონდა და ემოცია ქონდა და გადაეცა და ამან განაპირობა და აი ეს მოვიწერე ეს რომელიც ჩემთვის ძალიან ძვირფასია ბატონი რამაზის განმარტება შეფასებიდან მანანა
იშვიათი უნარი გაქვს იმისა, რომ ადამიანი შენს გვერდით კარგად გრძნობდეს თავს. ამას რო ბატონი რამაზი დაწერს. შენი ყოველი მოსვლა სხივის შემოჭრაა სახლში. შენი ახლობლები უნდა გაუფრთხილდეთ შენს კეთილ გულს და ლამას საოცრად გულწრფელ ღიმილს. მადლობელი ვარ ყველაფრისთვის, მადლობელი ვარ მეგობრობისთვის. ეხლა პატრიარქის სახელობის პრემიის ლაურეატი გავხდი ოქტომბერში. ეხლა იმას ვერაფერ შევადრი, მაგრამ იმის შემდეგ ეხლა ამაზე ღირებული შეფასება არ ვიცი. აი არ ვიცი. ესეთი გულწრფელი. ხო იცით ახლა ბატონ რამაზში რომ გულწრფელობის გარდა არაფერი არ. ესეთი სუფთა ადამიანი მე არ მინახავს ბატონი პეტრე. აი არ მინახავს და იმიტომ იყო ბატონი პორფირიას მიმართ მქონდა სულ ესეთი ჩუმი პატივისცემა. აი რაღაცა ყოველთვის, იმიტომ რომ ბატონ რამაზის გვერდით სხვა ვერ გაჩერდებოდა ლალიკო ხომ მეთანხმები ამაში. ეხლა რა მინდა გკითხოთ, ძალიან ახლობლები იყავით, ცხოვრობდით პორფირი იაშვილის გვერდით. ეს იყო დიდებული ადამიანი. ლალიკო ხო არ არის ისეთი რაღაც დაუშვათ, რაც მოგაგონდათ ბატონი რამაზისა და ბატონი პორფილეს ურთიერთობიდან. თქვენც გკითხავთ იგივეს, თუ კი დაუშვათ გაგახსენდებათ. აი ერთი რაც მათი ახალგაზრდობიდან მახსენდება, ეს სამი ყმაწვილი, მამა, თამაშ ჩხენკელი და რამაზ პატარიძე უნივერსიტეტში პირველ კურსზე არიან და შევიდნენ პირველად უტარდებათ ლექცია ვეფხის ტყაოსანზე. და ლექციას უტარებთ მაგალი თოდუა. და შემოვიდა განსხვავება დიდი არ იყო მათ შორის იმას 2 წლით ადრე ჰქონდა დამთავრებული და ესენი შემოვიდა დაჯდა და გაიხედა და ხედავს ეს ორი ლამაზი ვაჟკაცი ზის წინ და ამბობს მერტო ჩემო მე აქ რა უნდა წავიკითხო ვეფხის ტყაოსანზე. აი ეს ვეფხის ტყაოსანზე ავთანდილი და ფრიდონი. ვაი რა ის არის ეგ გამახსენდა ლალიკო და რა კარგი კითხვა დავსვი რომ ეგ მოვიგონე. არ ეს არიელ ავთანდილ ფრიდონად დარჩნენ და კი ბატონმა რამაზმა მიამბო ეგა. ბატონმა რამაზმა როგორი იღიმებოდა. ლალიკო იქ რო ფოტოებია გადაღებული ჩემს მიერ არის. ისე მომწონს ისეთი კადრი მაქვს დაჭერილი. აი დიდებული ის იყო ეგა. ვინ იყო ესე იგი ბატონი რამაზი, პორფირი იაშვილი და თამაშ ჩხენკელი. არ მითხრა. არის ფოტოსას თქვენს წიგნში არის ერთად არიან და ხო აქ რეზი თუ არაძია პლუს დამატებული. ეხლა ერთი მოგაგონდათ რამე თქვენ? იცით როგორ მე მახსოვს ესეთი განსაკუთრებული ურთიერთობა, სრული ნდობა და სიყვარული დიდი, ესეთი კაცური სიყვარული უყვარდათ ერთმანეთს. მე მახსოვს როდესაც მითხრა, აი იცოდეო შენი სინომერი პოპიკო პორფილეო იაშვილია, თელი ლიტერატურის ინსტიტუტი უწოდებთ მას ესე იგი ადამიანის სანთელს, ადამიანის სანთელი. სხვა ასეთი არავინ არ აქვს. როგორი შეფასება? ადამიანის სანთელი. და აი ბატონი რამაზი ეს იყო ესე ამქრ დუეტი იყო. იცით რა, აი ხო ყავდა მეგობრები, მაგრამ აი ბატონი პორფილე იყო რაღაც ისა აი ძალიან ჩემი იყო. ესე იგი ის არის ყოველთვის სრული გულწრფელობა და გულახდილობა. ყველაზე ღირებული თვისებები ადამიანში. აი ის რომ აი ერთმა უზღუნო მთელი თავის თავი და სულიად უანგაროთ ჩემმა სიმამრომ, ლარის მამამ ლიტერატურას თარგმნას. ედგარ პოს თარგმნიდა, რა ვიცი, წლების შეევლია, ისე თავიდან გადათარგმნიდა ხოლმე იგივე ყორანს. პრემიას მიიღო ბერე ამაში. სულიად უანგაროთ, აი ამით ცხოვრობდა. ბატონმა რამაზმა და ბაბუკა ჩემი სიმამრი შევთამოვდა ამას, აი თავი შესწირა აი ამ ანბანის სიყვარულს. ამით იცხოვრა ამ ადამიანმა. და იცხოვრა რამდენ ხანს? აბა 92 წლისა იყო. 92 ერთი წლით. ბატონი პორფირე რამდენის იყო რა ქართულ? 91-ის. აი 91-ის და ერთ თვეში გარდაიცვალა.
ეხლა ეს იმ სამოვია რო შეკრებაზე ბატონმა რამაზმა წამოთქვა საოცარი სიტყვა. ეს შენახული გვაქვს, ჩაწერილი გვაქვს, მაგრამ აი ადამიანს სანთელს ილაპარაკა ყოველგვარი ზედმეტი პათოსის გარეშე, როგორც აი შემდგარი ფაქტი. პიროვნება შედგა და ხო არ იყო ჩვეულებრივი ბატონი რამაზი არანაირად ლალიკო რომ მივდიოდით ქუჩაში ხო სამსახური იყო ეს იშვიათობა სულ თუ ანგაროს სამსახური აი ქართული ანბანისა და ქართული ანბანი მოგეხსენებათ არ მითხრა რაც მაგან გააკეთ ხო აი შემდეგ წერდა galaktioni აბა შეიძლება თელი თავისი განსისის ხო და ეხლა ისა ბატონო პეტრე ლალიკო ისე გარბის დრო როცა საინტერესო ადამიანზე ლაპარაკობ რომ მე ახლა შიში მაქვს ის ჩემი საიდუმლო არ დარჩეს ეკრანს მიღმა ეხლა საქმე რაშია მე ამ ტელევიზიაში ისეთი სიტყვოთი ისეთი პატივისცემით მიმიღეს და შიშით ვიკითხე თემა იმიტომ რომ არ მინდოდა პოლიტიკას შევხებოდი და მეუბნებიან მანანიკო რა თემაც კი და სრული თავისუფლება გაქვსო ამიტომ გადავწყვიტა ბევრ ეთერში ვარ ნამყოფი და მიწვეული მაგრამ ამ ტელევიზიას მინდა ექსკლუზივად დარჩეს და მათ არქივში იყოს ეს მასალა ერთ დღეს ხდება ესეთი რამე რომ ეს ხშირად ხდებოდა მაგრამ იცოდა რომ მე უნდა მივსულიყავი და მეუბნება რომ მანანიკო თბილად ჩაიცვით ცივა არ გაცივდე ნუ კარგით ანდა დღეს ნუ მოხვალ ხო არა როგორ არ მივიდოდი იცით რა ვიცოდი რა სიამოვნებდა საკვები და ეს მიმქონდა და ხა უკვე ვიცოდი რომ დღეს არ ექნებოდა და ამიტომ ხა როგორი სიცივე შემაჩერებდა ხა როცა მოხუცი და თან ბატონი რამაზი მეგულება შეიძლება ისე წავედი და იცის რომ უკვე რამდენ ხანში მივიდოდი ისიც იცოდა და ესა ცოტა ცრემლიანი მომეჩვენა თვალები და მიმიხუტა ლალიკო და შენი ბატონი რამასიო საკმაოდ სუსტიაო და გადმოცვიდა ცრემლები ხო და ბატონ რამას მეუთხარი თქვენზე უკეთ ვინიცის მეთქი რომ ცრემლი უფრო ფაქიზის სულის მანიშნებელია ვიდრე სისუსტის მეთქი რა მნიშვნელობა აქვს მეუთხარი მას კაცი ამბობს თუ ქალი თქო და მიმიხუტა კიდევ და მარინა როგორ იცი ზუსტად იმ სიტყვების თქმა რომელიც დაგამშვიდებსო გავიხედეთ და იმ ოთახში ხო ხართ ნამყოფი მისაღები ცუდი კითხვა დავსვი მისაღებში ვზივართ და წამოდგა სავარძლიდან და მე ვიფიქრე რომ სავარძლიდან რო წამოდგებოდა ხო მიკითხა იწყებდა ჩემთვის ლექსების კითხვას და ბოლთასცემდა ეს იმდიდ ოთახშია ესე ფრაგმენტები დიდი ვეფხის ტყაოსნიდან ზეპირად galaktioni უყვარდა ძალიან ნიკო სამადაშვილი ნიკო ამათ უყვარდაც ხო და ისო დაუმსახურებლად მოექცნენო ნიკო სამადაშვილს მიკითხავდა და მიკითხავდა მამამისის პოეზიას და ეს იყო პოეზია კი პოემა იყო ნუ ესე იგი 12 ფურცლიანი რვეული იყო თითქმის სავსე და დაკარგა ეს ბატონო პეტრე და მეხსიერებით აღადგინა მე არ დამავიწყო ლალიკო აი ამის მეხსიერებაზე აი ეს მინდა წავიკითხო თუ დრო დამრჩა მთავარი უნდა ვთქვა და იმის მაგრად რომ მე ვერ მეუბნებოდი ახლა რომ არიქა ჩამწერი მიმეტანა და აი ეს მე რომ მიკითხავდა ეს არ ყოფილა ერთჯერ და ორჯერ თვითონ მსმენელი ყავდა და რა ბედნიერი იყო ხო არ იცით და იცოდა რომ მე მართლა გულწრფელი და გულით ვუსმენდი და ეს იყო მართლა აი მასაც შევცქეროდი და ვიფიქრე რომ ემზადება ამ ლექსების დასაკითხად მეთქი მაგრამ მე ვერ ვბედავდი რომ ჩამეწერა ეს ბუნებრივი არ გამოვიდოდა და ვერც ვაკადრებდი და უცბად ესე იგი გადმოცვიდა კიდე ცრემლები და მეუბნება
ერთი დღე არ ყოფილვარ ბედნიერი. და ამან უკვე შემძრა. ვიფიქრე შვილზე ამბობს მეთქი. ლელას. ხო, ლელაზე ვიფიქრე ამბობდა. არა, ეგ თავისთავად რა საკვებელია, მაგრამ არასოდეს მეუღლე არ ვიყარდა. ეხლა ამაზე მეტი ტკივილი იცხოვრო ადამიანთან და ის იცოდა ეჭვით რომ მე შეიძლება დამეწერა რაღაც. იმიტომ რომ რამდენიმე ის გამოვიყენე და და მე მიმეხვდებდა, მაგრამ რატო გამოგდის ასე ყველაფერი და რატო ვერ გიბრაზდები? ხო და მე მეუბნება, ბატონ რამაზ მეთქი მე უთხარი. მე მეთქი და მეო მთელი ცხოვრება ერთი ქალბატონი მიყვარდაო. და ვინ მეთქი? შეგიძლიათ თქვაც ხო, იმიტომ რომ თუ არ უნდა როგორ ვაკადრებდი ხარ. კი, შენ გეტყვია. და ვინ არის მეთქი და როგორ მიჭირს ახლა რომ სახელი და გვარი უნდა ვთქვა. და მეუბნება რომ ისო, მაგრამ მე იცით რა, ვიმართლებ თავს იმით რომ ბატონი რამაზი ოჯახს ხო არ ეკუთვნის არა. ის არის ჩვენი საქართველების კუთვნილებაა და ყველა დიდი ადამიანი ბატონო პეტრე, ყველა ქვეყანაში აინტერესებთ იმის მიღმა. რაც იმ დიდი ადამიანობით მიაღწიეს, იმის მიღმა აინტერესებთ, საკულისნაება მომიტევეთ ახლა რუსულად თქვი, მაგრამ აი ეს აინტერესებთ და ოჯახს ვთხოვ პატიებას. ბატონი რამაზის ბავშვებსაც და იმ ქალბატონისაც, რომელიც უნდა ვთქვა და ამ წიგნში ლალიკო ხო გახსოვთ მილოცვები როა ბოლოში და გავიგე, ხო მითხრა ვინ არის და ვიფიქრე, ესე იგი რომ აი ყველაფერს გავაკეთებ მეთქი, თურმე ის არც გათხოვილა. ბატონ რამაზს ელოდებოდა, ბატონი რამაზის სიყვარულით. ეხლა ბატონ რამაზზე უკეთესია იმას რომ კითხეს დოსტოევსკის ცოლს. რატო არ გათხოვდითო? შვენიერი ქალბატონი იყო და ისე და ტოლსტოი ცოლიანი იყო და სხვას ვის გავყოლოდი. ეხლა წარმოიდგინეთ ახლა თქვენ ბატონი რამაზის შემდეგ რო იცი რომ ბატონ რამაზ მოწონ ხარ, ვინ შეიძლება ახლა მის გვერდით მოგეწყოს, ხო? ხო და ისა მითხრა სამსახურიც, მითხრა სახელიც და გვარიც. და მითხრა რომ ამ წუთშიც გაუთხოვარია. მის დღეში, ჩემ დღეში რო ესეთი გამბედაობა არ მომიკრებია, გავიგე ტელეფონის ნომერი, ლიტერატურის ინსტიტუტში გადავრეკე სასწრაფოდ, ნომერი გავიგე. და ვურეკავ იმ ქალბატონს რომ ამ წიგნში მინდოდა მომეთავსებია. მისი შეფასება. და მისი შეფასება აი ესეთი ხო, აი ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი. და მეუბნება რა უნდა დავწერო? არაო, მე არ დავწერო. ბატონი რამაზი არის გენიოსი. აი და ესევე დავწერე და მე ვეუბნები. ეს გახლავთ ისევ პატიებას ვითხოვ, მაგრამ ბატონი რამაზი მარტო თქვენ არ გეკუთვნით, ის ჩვენიცაა, ყველა ქართველისა. აბსოლუტურად. ღმერთმა ქნას რომ ყველა ქართველი იჩემებდეს რომ ბატონი რამაზი ჩემია. იმდენად დაინტერესებული იყვნენ ამ კვლევებით და ამ ბატონი რამაზის შრომებით. და ვეუბნები რომ ის მეთქი, ქალბატონო ლალი მეთქი, ლალი ავალიანი. კიდევ ერთხელ ვითხო პატიებას. იცოდით მეთქი თქვენ რომ ბატონ რამაზს უყვარდით თქო? ვიცოდი. და არა და ბატონ რამაზს რო ვკითხე, იცოდა მეთქი მან თქო და არაო. რატომ მე ვთქვი გაგეთქვათ მეთქი? ცხბენოდა. ხო არის დამახასიათებელი თვისება ხა რო იცნობ ლალიკო იმიტომ გეუბნები. ხო. და ინტონაციებიც გაიმეორეთ ბატონ რამაზის ცხბენოდა. ხო და ქალბატონო ლალი იცოდით მეთქი და
ახლა დავაფიქსირე რომ ლალი ქვია. იცოდით მეთქი ვიცოდიო. მე ვთქვი ბატონმა რამაზმა რომ მითხრა რომ არ იცოდით მეთქი და არაო. როცა ნაბახუსები იყო, მაშინ მეუბნებოდა. ვერ ბედავდა. და ესო განაპირობა დღემდე დიდი სიყვარული მაქვსო და მე ავდე კიდევ ვფიქრობ ახლა რომ ეს იყო უზარმაზარი ადამიანი. ცხოვრობს მარტო. მე ახლა როგორი მეგობრობაც არ უნდა გავუწიო, ხო? მეგობრობა სხვა არის და იცით რა, აი ეს სულის ინტიმი, სულისა ეს სულ სხვა რაღაცაა. ვერცერთ მეგობარს იმას ვერ ეტყვი, რაც შეიძლება შენს გვერდით მცხოვრებს და იმას უთხრა. მე გარწმუნებთ თქვენ რომ ბატონი რამაზი დღესაც ცოცხალი იქნებოდა. და ვიფიქრე ყველაფერს გავაკეთებ მეთქი რომ რახანის გაუთხოვარია და ბატონი რამაზია ესე იტანჯება რომ ერთად იცხოვრონ მეთქი. მანანა მაგას ახლა გულით მეუბნებიო და მეუთხარი თქვენი კეთილდღეობისთვის ნამდვილად გეუბნებით მეთქი რა ბატონი რამაზი მეუბნება და მე ხალხი არ გაინტერესებს რა სიტყვისო მეუთხარი ღამე რო წვებით და ბალიშს ასველებთ მეუთხარი ის ხალხი იმ დროს სად არის მეთქი თქვენსავით ათენებენ ღამეს მეთქი და მე მინდა თქვენ იცოცხლოთ დიდხანს მეთქი და იცით რა 2 წელი დაგჭათ თუ 20 წელი აქედან გამგზავრებისთვის ცხოვრებიდან ის რომ ბედნიერად იმას აკრათ მეთქი რომ აი წაკითხულს გაუზიარებთ ერთმანეთს აი ვიღაცამ გატკინა გული იტყვი მასთან რაღაცა ძალიან გაგიხარ და გაიზიარებ ხოდ ვუთხარი მე ბატონ რამას რო ესე მეთქი ველაპარაკე თქო რაო ვუთხარი ველაპარაკე მეთქი გაჩერდა მიყურებს და მანენა ატყობ რომ ყველაფერს ვიტან შენგანო მიხოთა ნუ ეს რაღაცა ოცარი იყო და მე ხო მომინდა ფოტო ქალბატონი ლალის უბრალოდ მე დამაინტერესა ლალიკო იმან რომ აი ბატონი რამაზის გემოვნება ნუ ეს იგი ასაკამდე რო ეს ქალბატონი უყვარს ვიშოვე ფოტოებიც ლალიკო კარგი აბარა მაქვს ვიშოვე ფოტოებიც და ვეუბნები რომ ქალბატონ ლალი მეთქი ეს რო დაიბეჭდა მინდა რომ წიგნი მოგართვათ მეთქი და მე როგორ მიხარიაო მითხრა როდის მომიტანთო და მე ვთხარი გნებავთ ეხლავე მეთქი ჩემთან ვეცხოვრობს იქ ვერაზე და იცით რაო და მითხარით უბრალოდ როგორ მოვიდე მეთქი და არაო ჩემთან არაო არ უნდა რომ დამენახა და მე მეუბნებ აბა როგორ მოვიქცე მეთქი და იფიქრა და იქ პურისის აღარ არისო იქო მეწაღეზისო და იმას დაუტოვეთო და ქალბატონო ლალი მიუხედავად იმისა რომ უსაზღვროდ პატივისცემა მაქვს თქვენი მეთქი ბატონი რამაზისგან გამომდინარე მე ბატონი რამაზის წიგნს ვერაფრით მეწაღესთან ვერ დავდებ მეთქი მე გამოსატანით რომ მქონდეს იქ მიტანილი ნივთი იმის გამოსატანად არ შევალ მეთქი ბატონი რამაზის შესახებ არის ეს წიგნი მეთქი და ვერ ვიზავ მეთქი ну всё მეწყინა იცით ეს რომ მასაკრა მაგრამ გამართლებაც აქვს ახლა არ უნდა იმ ქალბატონს თავი გასცეს და მე გამომიგზავნო 2 სხვადასხვა ადამიანი რომ წიგნი მიმეცა ვეღარ მოისვენა და გადავეცი რასაკვირველია გადავეცი და ის ფოტოც მაქვს ამდენად ესე იგი ვუთხარი ხო იცით იმას რეზიკოსაც და იმასაც კეთისაც რომ ამას ვაპირებ არა მანანა დეიტა ხო და კეთი მეთქი მე ვუთხარი კეთი ბაბუ ის შენი იყო ვერამ წაგართვევს მაგრამ ის მე ვუთხარი მარტო შენი არ იყო ის ბაბუ იყო შენი თორე რამას პატარიძე მთელი ქვეყნის არის მეთქი ყველა დიდი ადამიანის შესახებ გვაინტერესებს ყოველთვის მის უკან რა ხდებოდა ეხლა რასაც პაგანინს მისი ცოლი უკეთებდა
ხო ის სხვანაირად დაგვანახა ხო? ტოლსტოის რასაც უკეთებდა სულ სხვანაირად, მაგრამ გვაინტერესებს ხო დაგვხვდეთ ბატონო ნება ხო ამისა რომ ეს იმას აკეთებს და ერთ-ერთ გადაცემაში ვარ და ისა მეუბნება რაღაცა მქონდა ისა რაღაცა უნდა მეთქვა და ამ დროს მეუბნება ამ დროს ლექციების კურსზე იყო ლაპარაკი. ბატონ რამას ხო ლექციების კურსი? აი ესეც უნდა ვთქვა ხა კი მაქვს. ეს ნათქვამი მაქვს. როგორ მიხარია რომ ლალიკო არის პირველი მომსწრე იმ საიდუმლოსი რაც ვთქვი. ეს მინდა და მეთქვა რომ მე და ჩემი მეგობრები უნივერსიტეტში როცა ვსწავლობდით დავრბოდით პირველ კორპუსში რამის ბიძიას ლექციებს უსმენდით. ხო. აი ხა მე ანიკონა გადასარჩევდა პროფესიებზე ბიოლოგები იყვნენ. კი ვიცი ამ დროს ეს ბიოლოგები დავიძრებოდით ხოლმე 3-4 გოგო და აბა ჩქარა მიმოსწრა. რას მოისმენდით ეს ხო? ხო, ბატონი რამაზე მეუბნება რომ გაფრაზებული დამხვდა ძალიან ერთ დღეს. იმ ზომამდე რომ ვიღაცამ დააკაკუნა და არ გააყო. აი ეგეთი ბატონ რამაზი წარმოიდგინეთ და ისა რა ხდება მეთქი მე ვთხარი და ისო უთხოვია თურმე ლალიკოს ეცოდინება ოჯახის უახლოესი მეგობრებისთვის ხო იმ გადაცემაზე ვეთქვი გადაცემაში ვთქვი ეს ფაქტი ახლა რასაც გეტყვით და მიუბრუნდა ახლა ეს ჟურნალისტი იმას დათო იყო ჩემთან ერთად გალეგაშვილი რომელიც მის წიგნებს ახლა თითქოს გამოცემას აპირებს და რაღაც და ბატონო თქვენ იცოდით თუ ამის შესახებო რაც ახლა უნდა გითხრათ არო მრავლის მეტყველად და ისეო ის ხშირად ის საქმის კურსი იყო რომ ჩვენ მეგობრობდით მე და ბატონი რამაზ და ქალბატონი მანანა ნელ-ნელა რო ამოალაგებს ახლა იმას მის საიდუმლოებებსო და იმ მეგობრობის შედეგად რაც იყოს ისო აი ნახავთ გაკვირვებასო და რა თქვი იმაში იმ ტელევიზიაში რომ ბატონ რამას ქონდა საოცარი სურვილი იმისა რომ ახალგაზრდები რაღაცნაირად იქნებ ვაზიაროთ ამ ანბანის ასაკი გავაგებინოთ და კვლევის და ნუ აი ესე კი ეს ყველაფერი რაზედაც ვიკლავ ამდენი ხანია თავსო და მისულა თურმე იმასთან გიორგი მარგველაშვილთან ისინი ხო ლელას მეგობარი იყო ლელასთან ერთად იზრდებოდა ხო გიორგი და მშობლები მეგობრობდნენ ხო ხარ საქმის კურსში გიორგის უთქვია რომ არ შეიძლება თან ბატონ რამას დაუყოლებია ის ხო შეიძლება ინსტიტუტის იყოს ჯერტი არ აინტერესებდა თანხის გარეშე ვარ და არ შეიძლება აი ასეთი პრეზიდენტია არა ჯიპასის იყო რექტორი ჯიპასი მე მგონი მოვასწრებ ახლა მე აი ეს უნდა წავიკითხა უცბად და ამასაც მიხვდებით ეს იგი ბატონ რამაზის რამდენიმე დამჭა სათქმელი ბატონმა რამაზმა ერთხელ მიამბო რომ ბავშვობაში დასავლეთ საქართველოში სტუდენტად ყოფნისას გასეირნება მოისურვა პატარაა ბატონ რამაზი ძალიან პატარა აი ფოტოც მისი ყურადღება ერთმა შენობამ მიიქცია და გადაწყვიტა შესულიყო როგორც მერე გაირკვა ის შენობა მიტოვებული ეკლესია ყოფილა იქ შესულმა კი აღმოაჩინა რომ მარტო არ არის მის მისვლამდე იქაურობას ჩიტი სტუმრობდა და ტკბილად გალობდა ეს ორი სიტყვით მითხრა დასავლეთ საქართველოში განცდილი ორი სიტყვით და მე ვაქცია მოთხრობა და რო წაიკითხა როგორ მასაქნა როგორ ჩამიხუტა ხო ვერ წარმოიდგინე ზუსტად ესე იყო საიდან ვიცოდი ხო სასიამოვნოდ გაკვირვებული პატარა რამაზი კარგ ხანს გაუნძრევლად იდგა და უსმენდა ვერ გარკვეულიყო სად მოხვდა ალბათ ჩიტსაც სიამოვნებდა რომ მსმენელი გამოუჩნდა ლამაზი ხუჭუჭთიანი ყმაწვილი სახით და როგორც შეეძლო თავს აწონებდა. პატარა რამაზი კი ცდილობდა მისთვის ხელი არ შეეშალა ზედმეტი მოძრაობით და გაკვირვებული თვალებით შესქეროდა. ცოტა ხნის შემდეგ მგალობელმა ჩიტმა გადაწყვიტა რომ დღეისთვის კმარა და მსმენელს უნდა დაემშვიდობოს. სწორედ აქედან დაიწყო პატარა რამაზის აფორიაქება. ჩიტმა გასასვლელი ვერ იპოვა. ფრთებს მძლავრად იქნევდა, კედლებს ეხეთქებოდა, განწირულ ხმებს გამოსცემდა და ეს ხმა სულაც არ ჰგავდა წეღანდელ გალობას.
პატარა რამაზმა აღარ იცოდა როგორ დახმარებოდა თუ კი აქამდე გაუნձრევლად უსმენდა ჩიტის გალობას ახლა დარბოდა თითქოს გზის პოვნაში უნდა დახმარებოდა ხელით აჩვენებდა საით გაფრენილიყო მაგრამ ჩიტმა ვერ გაუგო სასოწარკვეთილმა იმის გამო რომ ვერ დაეხმარა მგალობელს ვეღარ გაუძლო მის წვალებას და შეწუხებულმა თვალებზე ხელი აიფარა და გაიქცა არ იცოდა სად გარბოდა აცრემლებული თვალებით მშველელს ეძებდა რომ ჩიტისთვის სულ ჩიტის ხმა ესმოდა რომ ჩიტისთვის ეშველად ეს იმდენად ტკივნეული აღმოჩნდა მისთვის რომ მასში დაბინავდა ეს ტკივილი არსად წასულა და შერესაფერის დროს ელოდებოდა რომ მთელი სიმძაფრით ისევ განეცადა ეს ემოცია და ლალიკო შეხედეთ ეხლა მისა დიდი დრო გავიდა უკვე მეცნიერულ კვლევებში შეჭედებული ბატონი რამაზე ხდება მეგობარ თამაშ ჩხენკელს ისინი სუფრასთან მიიწვიეს სადაც პოეტი ნიკო სამადაშვილი ბრძანდებოდა ნადიმი რომ ძალაში შევიდა ამას მელწერ უკვე და ეს კი მასაკრა ეს კი მითხრა ეს მონაკვეთი ბატონმა ნიკომ თავისი ლექსი წაიკითხა წამოდგა და წაიკითხა ლექსი და არ გაინტერესებს სათაური ხალხი ნუ გავგიჟდი შენ ჩემში უსტვენ ვისთ საყდრის ჩიტი ის ხო საყდარში მოხდა და სწორედ აქ ამ ლექსის მოსმენისას დადგა დრო ბავშვობის ემოციის თავიდან განცდისა ბატონი რამაზი როგორ წამოიმართა არ ახსოვს ეს ის ჩიტი იყო მისი მომღერალი ჩიტი რომელიც თურმე მასში აქამდე ბინადრობდა ბატონმა რამაზმა ის ერთხელ მოსმენილი ლექსი ზეპირად გაიმეორა ნიკო სამადაშვილმა წაიკითხა ლექსი და ეს იგი იმდენად ღრმა ემოცია იყო რომ ის ზეპირად გაიმეორა ბატონი ნიკო და სუფრის სხვა წევრები გაკვირვებული უსმენდნენ ბატონი რამაზის განსხვავებული ემოციით წარმოქმნილ რეკონებს თუმცა ეჭვი მეპარება ბატონ რამაზს ბავშვობაში ნანახი მომღერალი ჩიტის ამბავი მოეთხრო მათთვის მაგრამ ხომ ესე იგი აი მისი ფაქიზის ორი იმით მაგრამ რო წაიკითხა მანენა შენ არ ახარ ჩვეულებრივი მიადგა როგორ მე შენ ორი სიტყვით გითხარი როგორ შექმნი ესო ეს მე ძალიან მომწონს ეხლავე იმასაკენიო ეხლავე წამიკითხე ჯერ შენ და მე წამიკითხა მარტო რო დავრჩებიო ხო და ეხლა ხვდებით რამოდენად ძვირფასი სტუმრები იყავით დღევანდელი დღისთვის თქვენ დიდი მადლობა ჩვენთვის ძვირფასი იყო ყოფნა ძალიან მიხარია და ლალიკო დიდი მადლობა იმისათვის რომ ესე იგი აი ბატონი რამაზის ის 4 მეგობარი ნუ ყველა ძვირფასები გამორჩეულიყო და ზოგჯერ შვილს იმაშვები არა რომ ეს ოლიმპიადა ცოტა ისე იქცევდა ნუ ესე იგი აი უსაყვარლესი ხალხი უღრმესი მადლობა მობრძანებისთვის ბატონებო და ქალბატონებო გადაცემა დასრულდა სამწუხაროდ უამრავი რამ დამრჩა სათქმელი მაგრამ თავარი მაინც ითქვა უღრმესი მადლობა ვინც ჩვენთან ერთად ბრძანდებოდეთ და უღრმესი მადლობა ასევე ბატონ პეტრე მამრაძეს და მის უმშვენიერეს ლალიკო იაშვილს დიდი მადლობა